იმან, რაც 1997 წლის ზაფხულის ბოლო დღეს პარიზის ცენტრში მოხდა, მთელი მსოფლიო შეძრა. მაშინ პონ დე ალმას გვირაბში დაიღუპა პრინცესა დაიანა. იგი იმყოფებოდა მერსედესში თავის მეგობართან დოდი ფაეტთან ერთად. ოფიციალური ვერსიით, ავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე და მთვრალი მძღოლი იყო. მაგრამ დღემდე არსებობს უამრავი კონსპიროლოგიური თეორია დაიანას სიკვდილთან დაკავშირებით. ამ თეორიების მთავარი ავტორი და ინიციატორი ეგვიპტელი მილიარდერი და დოდის მამა მოჰამედ ალ-ფაედი იყო. იგი ამტკიცებდა, რომ დაიანა და ასევე მისი შვილი მოკლა სამეფო ოჯახმა. გარდა ამისა, მოჰამედ ალ-ფაედი ამბობდა, რომ დაიანა იმ პერიოდში დოდისგან ბავშვს ელოდებოდა და მასზე დაქორწინებას აპირებდა. არა მეგობრებო, ეს მხოლოდ კონსპიროლოგია. არაერთმა გამოძიებამ საფრანგეთში და ბრიტანეთში დაამტკიცა, რომ ავარიის ერთადერთი მიზეზი მხოლოდ გადაჭარბებული სიჩქარე იყო, დაიანას და დოდის მერსედეს პაპარაცები მისდევდნენ და მთვრალი მძღოლი პოლ ანრი. დაიანას ცხოვრებაზე მოგიყვებით პირადი საქმის მეექვსე სეზონის ბოლო ეპიზოდში. გვიყურეთ, გამოყევით YouTube-ზე, სხვა სოციალურ ქსელებზე და დაელოდეთ ჩვენს ეპიზოდს უელსის პრინცესაზე, დაიანაზე.